ესე იგი, ჩამოვედი გუშინ, სასტუმროში დავბინავდი. გუშინვე საღამოსვე ქონდა შეხვედრა, ესეც სოციალს ეძახიან. ერთ-ერთ რესტორანში ახლოს სასტუმროსთან, ეხლა ნახავთ კადრებს. აქ ვისაც ხედავთ, არის ნახევარი, სულ როგორც გავიგე 109 მსაჯი არის ლევანდელი ტურნირისთვის მოწვეული. მოკლედ ძალიან დიდი ტურნირი იქნება, ახლა ვიმზადები გასასვლელად. ჩანთას ავიღებ, გავალ და ტრანსპორტით წაგვიყვანენ მინდორზე და მინდორზე გაჩვენებთ თუ რა აქვთ გაკეთებული, რამდენად მაგარი რაღაცას აორგანიზებენ, დაატარებენ და ადგილზე განახებთ უშუალოდ მთელ პროცესს რა ხდება მსაჯის ოთახში და მსაჯების მხრიდან. ხო, გუშინ სხვა შორის ამ არასადილზე, არამედ ვახშამზე საღამოს საფრანგეთიდან ჩამოსული რამდენიმე მსაჯისთან ერთად მომეწია დაჯდომა და ერთ-ერთი იყო საფრანგეთი ინგლისის თამაშზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა ექსელში. ასისტენტი მსაჯი იყო, დამხმარე მსაჯი იყო ვიდეო რეფერის და ამ თამაშზე მთავარი მსაჯი იყო ნიკა ამაშუკელი, ჩვენი საამაყო ადამიანი რაგბის სამყაროში და მან აღნიშნა, რომ იმიტომ კი არ გეუბნები, რომ ქართველი ხარ ამას ეხლა რასაც გეუბნები და ფრაზა იყო, რომ ნიკა ამაშუკელი არის საუკეთესო მსაჯი დღევანდელ რაგბის სამყაროში. მან მითხრა, რომ მუშაობია კიდევ რამდენიმე მსაჯთან, მაგრამ ნიკას თვითდისციპლინა და ის გაიდლაინი, ანუ ის გაწერილი გეგმა, რომელსაც მიყვება ხოლმე ის თამაშის განმავლობაში, არის დღევანდელ რაგბში უმაღლესი დონე და როდესაც ამას ფრანგი ადამიანი გეუბნება, შენს სიამაყეს ერთი-ორად ბუსტავს და აღვივებს და მოკლედ ესეც მინდოდა გამეზიარებინა ერთ-ერთ ამბად თუ რა ადამიანებთან მიწევს პარალელურ რეჟიმში დღეს მუშაობა. წავედით ახლა ავტობუსის წესით უკვე უნდა გველოდებოდეს და მივამართებით მინდვრისკენ. მოკლედ ახლა ჩამოვედით მინდვრის ტერიტორიაზე, სპორტ კომპლექსი არის, სადაც გაერთიანებულია ძირითადად რაგბის, მაგრამ არა მარტო, ძალიან დიდ ტერიტორიაზე 15 მოედანი არის, როგორც გითხარით, ერთმანეთის გვერდ-გვერდ. ჩვენ ვართ მეორე ნაკადი, ეს ხალხი მთლიანად საჯები. პირველი ნაკადმა დაიწყო დილის 7-ზე წამოვიდნენ და 9-ზე დაიწყეს, თამაშები მიმდინარეობს როგორც ხედავდა. ჩვენ ვართ შეცვლა, რომელიც 2 საათიდან საღამოს 7 საათამდე შევალთ მოედანზე. ეხლა დავლაგდებით საორგანიზაციო დეტალებს გავარკვევთ და შემდეგ უკვე უფრო უკეთესი სურათი დაგებრუნდებით. მთელი ინფრასტრუქტურა მოწყობილი, საკვები ობიექტები, საინფორმაციო სცენა, სადაც ხდება დაჯილდოება და წარდგენა გუნდების. ნუ აქეთ სასპონსორო კარვები და ნუ მთელი სივრცეა მოწყობილი, ცალკე ეკონომიკა. ეხლა იქით განახეთ მოედნები, რომელიც ნაკადში ნახეთ. აი აქეთ კიდევ ცალკე არა, ერთმანეთის გვერდ-გვერდ 15 მოედანი არის გადანაწილებული და 15-ვე მოედანზე ერთიანად მიდის თამაშები ერთდროულად დილიდან საღამომდე. ჩარშან
აქ იყო საჩთა ოთახი, აი ეს არის საჯების мама. ეს ყვითელი კაცი, საფილოსფერი და ნუ ეს არის მოედანი. აქით კიდე ერთი მოედანი და ესე არის კლიანად ირგვლივ ტერიტორია მოწყობილი. Hi. Holub საჯები. ეს არის სივრცე, რომელიც holub საჯებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს ფორმები. Thank you. Good to see you. You too. Okay, thank you. Go ahead. Სიწყალე. ეს ის ჩვენი ლავანდელი ფორმები. ეს ეს ლავანდელი ფორმა მოვიდგე. წვანე იქნება დღეს და ხვალ იქნება ფორტოხლისფერი მაისურები საჯებისთვის. და ეხლა არის ეს არის ყველაზე მთავარი ფლორიდაში, აი ეს. მისთვის რო ზემარ დაკრას. მოკლედ ეხლა კარგად შევინიღბები. ამასაც გადავისვა, თორე შარშან ვიყავე საახალწლო კოჭივით. მოკლედ გავემზადები, ეხლა ჩემი თამაში სადღაც 3 საათში დაიწყება, მაგრამ მივეხმარები სხვა მსაჯებს პროცესში. წავედი და საინტერესო რაღაცები მოხდა. შიგადაშიგ შემოგაშველებთ კადრებს. აბა ჰე. ესე იგი, ეხლა რა ხდება? ეხლა გამოვიდი ჩემი შარშანდელი წვილი ვინც იყო ამ ტურნირზე, 3 ადამიანს გაწყოლებენ. და ბაზლებენ კონკრეტულ მოედანს. ნახეთ, მე-14 მოედანი, მე-15, აქეთ არის 13, 12, 11 დანოვრილია, ესე 15 მოედანი არის თქვენ ტერიტორიაზე. სადაც პარალელურად როგორც ერთ მიდის თამაში. ეხლა გადავწყვიტე რომ დავეხმარო სანამ ჩემი თამაშები მოვა გასახურებლად ჩემს შარშანდელ პარტნიორს. აი ინდიანადან არის მეთქი ბიჭი რო გითხარით. მაგარი კაცი ტოდი, რომელიც ეხლა ალბათ კოინთას აკეთებს, მონეტის აგდებას და ასისტენტ ხაჯად დავეხმარები იმისთვის რომ გავხურდე. წავედით, გავხურდეთ და ჩემი თამაშები როგორც მითხრეს დაიწყება სადღაც 2 საათნახევარში უკვე შევცვლით წინა ნაკადს და ჩავინაცვლებით კონკრეტულ მოედანზე. ჩემი მოედანი არის ნომერი 4. უსწორად მახსოვს და მექნება 23 წლამდელების და 23 წლამდელი ბიჭების და 18 წლამდელი გოგოების თამაშები და მედია კარგად ჩაივლის. ესე იგი, მევიდა ჩემი დროც. 2 წუთი არის, 2.5 ნომერ მე-4 ინდორზე უნდა ვიყო. ჩემი მოედანი ეგ იქნება. უბრალოდ მინდა განახო. ეს ინფრასტრუქტურა, რაც აქვს მოწყობილი ამათ მხოლოდ ერთ შტატში, თუნდაც ფლორიდაში. აი, რასაც ხედავთ აქით, იქით, სულ ირგვლივ, სადაც აი ამ განათების ბოძებს ხედავთ, ქვეშ არის სულ ყველგან მოედანი. 15 მოედანი არის და ყველგან რაგბი მიდის პარალელურ რეჟიმში. როგორც გავარკვიეთ, სადღაც 1230 გუნდი არის ჩამოსული და 109 მსაჯი. ამას დამატებული საჯების მწვრთნელები. წარმოუდგენლად დიდი ტურნირი არის და ჩამოსული არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, კანადა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, რამდენიმე გუნდი არის ინგლისიდან ჩამოსული. მოკლედ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საერთაშორისო ტურნირია და როგორც იძახიან, ეს ტურნირი უნდა გახდეს რეკრუტირებისთვის, ახალი კადრების აღმოჩენისთვის ერთ-ერთი მთავარი ტურნირია ამერიკის ნაკრების ასაკომპლექტებლად. ხო და რო ვფიქრობ, აი ესეთი ინფრასტრუქტურა რო აქვს, ეგეთი ტურნირები რო აქვს, მიდი მე გამოდი და საერთაშორისო ტურნირზე შეერკინე ჩვენი მცირე ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი რაგბის სკოლის მასშტაბით.
ამაზე კიდე ცალკე შეიძლება ლაპარაკი, თუმცა მინდა დამეჩვენებინა თუ რამხელა ყურადღებას უთმობენ და რამხელა ინვესტიციას დებენ ამერიკელები აი ამ სპორტში, თუნდაც ისე სპორტში, რომელიც მე-5 ან მე-6 ხარისხოვანი არის ამ ქვეყანაში. ეხლა მოვედი ჩემს მოედანზე და გავემზადო, გადავინაწილოთ თამაშები კიდევ ორ კოლეგამსთან ერთად და შევადგე ჩვენ საქმეს. აბა წავედი. იმედია გოჭს არ დავემსგავსები საშობაოს. სამი თამაში იუალაგე, ეხლა ერთი თამაში დამრჩა. არის 6-20 წუთი. ძალიან ცხელა. 34 გრადუსი არის ხა ტემპერატურა ფურცელზე, მაგრამ რეალურად უფრო მეტი არის, ხო? ერთი თამაში დამრჩა და დღეს მოვჩები. მოკლედ არ ვიცი რამდენად კარგი ვლოგი გამოვა, იმიტომ რომ იმ ვიდეოების გადაღება ვერ მოასწარე და ვერ მოახერხე, იმიტომ რომ ეხლა საჭმელი გქონდა ლანჩი შესვენებაზე და ვერ დაგათვალიერებინეთ რას სწავს და რას ჭამს ორიდან, მაგრამ ალბათ ხვალ მაინც გადავიღებ და ხვალ ჩავსავ ამ ვიდეოში. ხო მარტო კაცისთვის ვლოგერობა და საჯობა ერთდროულად რთული არის. წავედი, პარემ ივალაგო ეს დღეც და მივამთავრო. აბა ესეც პირველი დღე მიიწურა, მორჩა. ეხლა არის საღამოს ლამის 9 საათი, დილის 9 საათზე დაიწყო თამაშები და ღამის 9-ზე მორჩა. ესე გამოიყურა ამათი ჩემი სანაკებო ინფრასტრუქტურა. ძალიან მაგარი რაღაცა გაკეთებული რა. ეკით ფეხბურთის კარებიც ნახე და როგორც ჩანს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის იყენებენ და 15 მოედანი ერთმანეთის გვერდ ძალიან დიდი მასშტაბი არის. და ანუ მთელი ის ბიზნესები რაც ახლა მოდგას ამ ყველაფერს თავისი დაცვიან მომსახურე პერსონალიანად ძალიან მაგარი არის. You as well. See you tomorrow. Yep, see you tomorrow. მოკლედ ძალიან მაგარი არის. ვისურვებდი რომ ეგეთი რაღაცა გქონდეს საქართველოში. ეხლა დრო რჩება მხოლოდ ძილისთვის. ხვალდილით 7:30-ზე უნდა ავდგეს და 8 საათიდან დაიწყება უკვე ხვალ თამაშები. ხვალაც საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება. ეხლა ჩავალაგე ჩემი პარკი და გავემზადე ავტობუსში ასასვლელად. აბა იმედია ძალიან დიდი ვიდეო არ გამოვა. ესეც მეორე დღე გათენდა. დილის 8:30 არის, 9-20 წუთზე მაქვს პირველი თამაში. ფოტოს გადაღება შედგა საერთო და აი ესეთ გარემოში მომიწევს ახლა გახურება. მთელი დილის განმავლობაში მე 14 მოედანი იქნება ჩემი და ნახოთ იმედია დღეს უფრო მშვიდობიანად ჩავლის დღე ნაკლები შეცდომებით. წავედი ახლა გავხურდი, გავამზადე და გავამზადე გუნდებიც სათამაშოდ. Are you looking to
ბიჭებო, ეხლა შევხვდი Frank, they are from French. So he loves soccer and he can name Georgian football players last name correctly, without any mistake. So go ahead. Khwicha Kvaratskhelia. Look at that. Mamardashvili. Aha, Mamardashvili. Yeah, he knows. So next time Paris Saint-Germain will beat Liverpool, right? Yep. Yeah. Yes, Agreed. yes. Agreed. Get the score. What score? First game 2-1. Second game 2-0. Okay. This recording. So let's check. Morchit, მეორე დღესაც. ეს იყო ფლორიდას ტურნირი. მე მგონი ამ განზორულ ნოტაზე ჯობია რომ დაგეცინოთ.